საღამო მშვიდობისა მეგობრებო, აი კიდევ მოვედი თქვენთან და მინდა რომ რაღაც საჯაროდ გაშლა ჩაგიწეროთ. აი ის დაკარგული დრო ავანაზღაუროთ თქვენთან ერთად. თქვენ გვერდში დგომით ჩემო ძვირფასებო და თქვენთან ერთად მეც დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ჩაიფიქრეთ პარტნიორი. თუ კი არ ხართ ეხლა ერთად და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი ეხლა ნატრულობს მისი კონტაქტზე გამოსვლას. მოდით ეხლა გავარკვიოთ, თუ კი ეს თქვენთვის არის ისეთი თემა, რომ არიცით რა შვება, რას აპირებს, როდის აპირებს და ზოგადად ეს თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოდით ეხლა გავარკვიოთ, მოულოდნელი შეხვედრა როგორი იქნება. აი თქვენი მოულოდნელი შეხვედრა, აი რაც თქვენ არიცით. როგორი იქნება თქვენს პარტნიორთან? მოდი გავარკვიოთ, რას გეტყვით, ან როგორ შეხვდება, ან თქვენ როგორ შეხვდებით ამ ყველაფერს და ეხლა გავარკვიოთ მეგობრებო, დავიწყებ ეხლა მისი ენერგიებით, თუ რა ენერგიებში იმყოფება და აი ძალიან მოტყუებული გრძნობს თავს. აი ფიქრობს იმაზე, რომ სად შეცდა, სად დააშავა, აი ვინ ჩაერია თქვენს ურთიერთობაში, ფიქრობს იმას, რომ აი ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, ძალიან ბევრს კამათობს ეს ადამიანი, ძალიან დიდ მოგონებებშია წარსულზე. აი რაღაც უეცრად მიღებული გადაწყვეტილება, ან უნდა რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს, თითქოს და რაღაც შეგატყობინოთ, აი შეგატყობინოთ რაღაც აი ესეთი ენერგიებია მეგობრებო, ძალიან კარგი ენერგიები წამოვიდა ეხლა, მოდი კიდევ როგორ ენერგიებშია, გადაწყვეტილებებშია მეგობრებო, რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეტყობინების სახით, რომ შეგატყობინოთ თქვენ მისი გადაწყვეტილება. და ვფიქრობ, რომ ეს კარტი აქ ტყუილად არ მოსულა. კიდევ რა ენერგიებშია. აი მოულოდნელად იგრძნო ამ ადამიანმა დამარცხებულად თავი, თითქოს და მოჯაჭვულია თქვენთან, აი იხედება თქვენსკენ და კიდევ 1-2 კარტი დავამატოთ. სამყაროს იმედი აქვს, რომ აი ყველაფერი დალაგდება სამკუთხედებიც, ძალიან ცუდად აუთქვენოთ, ამ ადამიანს უთქვენოთ ძალიან ბევრი პრობლემები აქვს, ფინანსური, მორალური, მატერიალური, ფიზიკური, აი პრობლემები სამართალთანაც შეიძლება კონდეს და მოკლედ თქვენ ხართ მისი იმედი და რწმენა, ადამიანი, რომელიც აი რო შეგხედავთ ეს ადამიანი რომ დაგინახავთ თქვენ უკვე ყველაფერს წყვიტავთ მის ცხოვრებაში დადებითისკენ მეგობრებო. ძალიანაც კარგი. მოდით აბა ეხლა გავარკვიოთ. აი თქვენთვის მოულოდნელი შეხვედრა. აი თქვენ რო არიცით როდის აქვს მას დაგეგმილი შეხვედრა და მას აქვს უკვე ეს შეხვედრა დაგეგმილი. მოდით ეხლა ვნახოთ მოულოდნელი თქვენი შეხვედრა როგორი იქნება. აი მეც ჩავიფიქრებ, მეც მაინტერესებს მეგობრებო. აი სულელივით მეგობრებო. აი სულელივით თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს არაფერი ყოფილა, თითქოს და არაფერი, ვითომც არაფერი. აი ასე. აი ბრძოლობს არაფრისთვის, ბრძოლობს სიყვარულისთვის. აი რა ვქნა, ვითომ ბრძოლობს არაფრისთვის, ვითომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ძალიან დიდ სიყვარულს ატარებს ეს ადამიანი. ამ ადამიანს ყველაფერი უნდა თქვენთან დაკავშირებით. აი არ გეგონოთ, რომ თქვენ არ ხართ მის ცხოვრებაში. თქვენ ყოველთვის არსებობთ და იარსებებთ. იმიტომ რომ აი იხედება ეს ადამიანი თქვენსკენ. კიდევ ძალიან ბევრ მოგონებებშია. აი თავისი დახასიათება ამოდის მეგობრებო, რომ თქვენთან მოჯაჭვულია და თქვენ ხართ მისი ძალიან დიდი დანაკარგი. ძალიანაც კარგი. კიდევ რას გვეტყვის? კიდევ იმას გვეტყვის, რომ უკან არ დაიხევს არაფერზე. თქვენს გამო ეს ადამიანი უკან არ დაიხევს არაფერზე. ეხლა მე არ ვიცი თქვენ რამდენად გჯერავთ, რასაც მე ვსაუბრობ, მაგრამ როგორც არის, იმას ვამბობ. კარგით, აი თქვენი მოულოდნელი შეხვედრა ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს და ამოვარდა ტყუილების კარტი. ანუ აქ რაღაც ძალიან ბევრი ტყუილები იყო და დანაკარგები. ტყუილები იყო, აი ძალიან დიდი ერთი წუთით მესაკუთრეა ეს ადამიანი და ამ ადამიანს ჰქონდა რაღაც ფინანსური პრობლემები, რომელიც უნდოდა რომ მას მოეგوارებია ისე რომ თქვენ არ გწოდნოდათ, რადგან ძალიან ფულისტია, მოდი ესე ვიტყვი პირდაპირ.
ძალიან ფულისტია, ძალიან უყვარს მდიდრული ცხოვრება, აი ესეთი რაღაცნაირი თავისებური ფუფუნება ძალიან უყვარს, ძალიან დიდი მესაკუთრეა, გადართულია ფინანსებზე, გადართულია თავის პრობლემებზე და ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ თქვენთვის ეხლა რასაც აკეთებს ეს ადამიანი, ეხლა სადაც ენერგიას დებს, თუ ფულს დებს, თუ ფულისთვის შრომობს, თუ ბრძოლობს, ამ ყველაფერს აკეთებს თქვენთვის და თქვენ ეს არ იცით, ჩემო ძვირფასებო. ძალიანაც კარგი. აი თქვენი მოულოდნელი შეხვედრა. მეგობრებო, თქვენი მოულოდნელი შეხვედრა როგორი იქნება და აი ახლა გეტყვით. რა მაგარია. აი ეს კარტები აქ უნდა დავაწყო. აბატონო. თქვენი მოულოდნელი შეხვედრა როგორი იქნება მეგობრებო? ახლა გეტყვით და აი ზუსტად ამიტომ მიყვარს ეს დასტა, რომ ყველაფერს ამბობს აი ზუსტად ისე როგორც არის. ძალიან უყვარხართ ამ ადამიანს უნდა თქვენთან ქორწინება, თქვენთან მხიარულება, თქვენთან ნიშნობა, ბედნიერება. ამ ადამიანს უნდა სადღაც გამგზავრება თქვენთან ერთად და ამ გზაზე ან გზიდან მოვიდეს უცებ მოვიდეს გზიდან და აი ესე უცებ ხელი გთხოვოთ. არ ვიცი მეგობრებო, აი მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე უკვე კარგ ენერგიებში ვიმყოფები. აი იმედია თქვენს. გამოვა პაუზებიდან თქვენი ურთიერთობა არის დაპაუზებული, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეხლა გადართულია ფინანსები და თითქოს და კიდევ აქ მეორე ვარიანტი ისიც არის, რომ უნდა თქვენი ურთიერთობის რაღაც სიახლეების დაწყება ურთიერთობაში, თითქოს და აი თქვენს ხასიათს შორიდან აკვირდება, აი ფიქრობს თუ როგორ მოვიდეს თქვენამდე, თქვენთვის გაუგებარია ეხლა ის, რომ თვითონ ძალიან კრიზისშია და კონფლიქტი აქვს და აი ძალიან გაცხარებული და გამწარებულია ფინანსების გამო, იმიტომ რომ უთქვენოთ ფინანსები დაეკეტა, ამ ადამიანს თქვენთან ოჯახი უნდა, თუ ოჯახი გქონდათ დაბრუნება უნდა, თქვენ მას ელოდებით. თქვენ მას ელოდებით მეგობრებო. მან იცის რომ თქვენ ელოდებით და მან ისიც იცის რომ თქვენ ოჯახის გარდა სხვა არანაირად არ დათანხმდებით. სხვა გვარად არ დათანხმდებით. აი ისიც მეგობრებო. ამბობს რომ თქვენთან სტაბილურობა უნდა, თქვენთან ეს ადამიანი იქნება სტაბილურად, თქვენ მას ძალიან უყვარხართ. მან იცის რომ თქვენ მუხჩახრილი შრომობთ და უკან არაფერზე იხებთ და სიახლეებით ცხოვრობთ. მან იცის ის რომ და მას უნდა რომ კიდევ სიახლეები დაიწყოს და თქვენთან ერთად დაისვენოს. აი თითქოს პიკნიკი მოგიწყოთ, თითქოს სადღაც დაგპატიჟოთ, წაგიყვანოთ მთაში თუ ბარში, არ ვიცი. რა უქნა მეგობრებო. აი ქვემოდან რა კარტია, ელოდეთ მისგან მსგავს საქციელებს, ელოდეთ მისგან შემოთავაზებებს, ელოდეთ ჩემო ძვირფასებო გაოცებებს, აი მოულოდნელ საჩუქრებს, მოულოდნელ გვერდში დგომას ელოდეთ მისგან, იმიტომ რომ თემაც ესეთია, აი როგორი იქნება თქვენი რეაქცია. აი თქვენი რეაქცია. თქვენ თავს იგრძნობთ გამარჯვებულად. თუმცა მას უნდა რომ გამარჯვებული ყოფილიყო, თვითონ ამბობს, თუმცა ვიბრძოლებო და მე ამით გავიმარჯვებო, ასე ფიქრობს, მაგრამ კი, ასე ფიქრობს თვითონ. ტყუილებზე გამარჯვება უნდა მეგობრებო. თუმცა ძალიან ბევრ სირთულეებშია, მაგრამ მაინც უნდა რომ თქვენამდე მოვიდეს სიყვარულით. იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი დანაკარგი. ამ ადამიანმა თქვენ ერთ დროს ზურგი შეგაქციათ და ეხლა უნდა თქვენთან დაბრუნება მოულოდნელად. მოულოდნელად ელოდეთ მისგან მეგობრებო კარგ საქციელებს. ბევრი თქვენთაგანი არის პარტნიორი ასაკით პატარა, რაღაც სხვაობა გაქვთ მეგობრებო. ელოდეთ შეტყობინებას მისგან. აი უნდა მას ანუ კიდე ვიცით როგორ არის ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც უცებ მოხდეს. ანუ უცებ შეგატყობინოთ რომ შეხვედრა უნდა თქვენ ახლა ამ ყველაფერს არ დაიჯერებთ და ეს ყველაფერი მოხდება უცებ. უცებ მეგობრებო, თქვენი რეაქცია იქნება შოკი. თქვენი რეაქცია იქნება შოკი. აი, თქვენ დახვდებით ესე პასუხისმგებლიანი, აი რაღაც ისეთი ხმლების პოზიციაში და თქვენ დადგებით გადაწყვეტილების წინაშე ჩემო ძვირფასებო. თუმცა ეს თქვენთვის იქნება შოკი, ეს იქნება კოშკი, ეს იქნება ნგრევა თქვენთვის. თუმცა ძალას იგრძნობთ და ეს ყველაფერი იქნება უკვე აი მეგობრებო. აი თქვენი ურთიერთობა უკვე გადავა ტრანსფორმაციაში და ეს ადამიანი თქვენზე აიღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თხოვა უფალს ეს შანსი მიეცა მისთვის. აი ესეთია ჩემო ძვირფასებო, ერთი კარტი კიდევ აი თქვენ რა უნდა გააკეთოთ. თქვენი ბედი თქვენ ხელშია. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება, ჩემო ძვირფასებო. თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. თუმცა თქვენ ამ ყველაფერს აკვირდებით შორიდან. კი, ელოდებით მისგან მსვლელობებს, ელოდებით მისგან მოლაპარაკებებს, ყველაფერს ელოდებით მისგან. ყველაფერს.
თუმცა ამ ყველაფერს არ ამხელთ. აი თქვენი ოცნებების დრო მოვიდა, მეგობრებო, როგორ მიხარია? ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში. წარმატებები ყველას.